წლევანდელ გათამაშებაში ლიგის ფინალურ ეტაპზე ჩვენ უკვე ვხედავთ რამოდენიმე გუნდს, რომელსაც უკვე საკმაოდ ძლიერი და ახალგაზრდა საფეხბურთო თაობა ჰყავთ. მაგალითად ბარსელონა, PSG, მადრიდის რეალი და არსენალი. მართალია წელს ამ გუნდებიდან მხოლოდ ერთი შეძლებს ლიგის მოგებას, თუმცა დანარჩენ გუნდებს ყველაფერი ჯერ კიდევ წინავთ. მოდი დღეს შევხედოთ გუნდებს, რომლებსაც ჰყავდათ უძლიერესი საფეხბურთო თაობა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ მოახერხეს. საწყის წერტილად ავიღოთ 90-იანი წლები. მოკლედ გუნდები, რომლებსაც ხელიდან გაუშვეს შანსი შესულიყო ისტორიაში ისეთი სახელით, როგორითაც შეეძლოთ. მოკლედ ტოპ-10 საფეხბურთო თაობა, რომლებსაც ვერ მოახერხეთ ჩემპიონთა ლიგის მოგება. სანამ ვიდეოს ყურებას გააგრძელებთ, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი. ჩვენ კი ვიწყებთ. მე-10 ადგილზე გავიდა 21 საუკუნის დასაწყისის იუვენტუსი. გუნდს ჯერ კიდევ ლიპი მართავდა, მაგრამ 96 წლის ჩემპიონი გუნდიდან შემადგენლობაში დარჩა მხოლოდ დელ პიერო. ზებრებს მაშინ ევროპაში საერთოდ არ უმართლებდათ. 97 და 18 წლებში ისინი ფინალში თამაშობდნენ და შეეძლოთ ლიგის 3-ჯერ მოგება, ჯერ კიდევ ზიდანამდე, მაგრამ არ გამოვიდა. სამაგიეროდ რამოდენიმე წლის შემდეგ იუვე გავიდა თავის ახალ პიკზე, მაგრამ სულ სხვა შემადგენლობით. როდესაც ზებრებმა ორჯერ ზედიზედ მოიგეს სერია A 2002 და 3 წლებში, კარში უკვე ახალგაზრდა ბუფონი იდგა. დაცვის ცენტრში გაჩნდა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ვილიამ ტურამი. ნახევარ-დაცვის მარცხენა ფლანგზე თავისი ოქროს ბურთისკენ მიდიოდა პაվել ნედვედი, ხოლო შეტევაში თავის საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებდა ტრეზეგე. მაგრამ ჩამოთვლთაგან ვერცერთმა ფეხბურთელმა კარიერის განმავლობაში ლიგის მოგება ვერ მოახერხა. მაშინ იუვენტუსმა სერიოზული ბადე გაიარა. მეოთხედფინალში ბარსელონა, ნახევარფინალში გალაქტიკო, ხოლო ამის შემდეგ იყო იტალიური ფინალი. მილანის და იუვენტუსის დაპირისპირებას ყველა მერთხმად უწოდა საფეხბურთო ჭადრაკი. ერთ-ერთი ყველაზე ძუნწი ფინალი მომენტების მხრივ და ნულოვანი ფრე, რაც ლოგიკური შედეგია. შემდეგ მოდის პენალტების სერია. ტრეზეგემ ცუდად დაიწყო, მაგრამ შემდეგ ახალგაზრდა ბუფონმა მიყოლებით ორი პენალი აუღო კალაძეს და ზეედორფს. უბრალოდ გატანა იყო საჭირო, მაგრამ ზებრებმა ორი დარტყმა მიყოლებით გააფუჭეს და თასი როსონერის ხელში წავიდა. მაშინ 25 წლის ჯიჯიმ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ამაზე ახლოს ლიგის თასთან იგი ვერასოდეს ვეღარ მივიდოდა. მალევე იუვენტუს სათავეში კაპელო ჩაუდგა და ეს თაობა ნელ-ნელა შეიცვალა. მეცხრე ადგილზე 10-იანი წლების დორტმუნდია. კლოპი კლუბში 2008 წელს მივიდა. შემდეგ ჰუმელსი დაიმატეს. გაიზარდა გიოცე. სკაუტებმა იპოვეს ლევანდოვსკი. მოკლედ პაზლი აიწყო. მიყოლებით ორი ჩემპიონობა და ლაშქრობა მთავარი ევროთასის ასაღებად. მაგრამ ჯერ იყო ფიასკო. ბოლო ადგილი არც თუ ისე ძლიერ ჯგუფში 11-12 წლის სეზონში, მაგრამ კლუბმა შეცდომებზე ისწავლა. გაძლიერდნენ როისით. გუნდის სქემებში ჩაჯდა გიუნდოგანი და უკვე შემდეგ სეზონში კლუბის ბიჭებმა მოგება დაიწყეს. პირველი ადგილი ჯგუფში, სადაც რეალი, აიაქსი და სიტი იყვნენ და არც ერთი წაგება. ნახევარფინალში ლევანდოვსკის პოკერი, რაზეც მოურინიომ არგუმენტები ვერ იპოვა. ხოლო ფინალში ბაიერნი ელოდათ. ამაზე პრინციპულს ვერაფერს მოიფიქრებ. პირველი ტაიმი გუნდებმა თანაბრად ჩაატარეს. მეორეში ანგარიშს ხსნის მანჯუკიჩი. გიუნდოგანი პენალტით პასუხობს. თითქოს ყველაფერი პენალტების სერიისკენ მიდის, მაგრამ 99 წუთზე რობენს წინ გაყავს მიუხენელები. დაქამბექების დრო აღარ არის და მარცხი. ამ შეხვედრის შემდეგ კლუბს გაგრძელება სურდა, რაც პრესასთანაც განაცხადა. და მართლაც, შემდეგ წელს ბორუსიამ ისევ მოიგო ჯგუფი და ღირსეულად ეთამაშა რეალს მეოთხედფინალში, მაგრამ ამჯერად არ გამოვიდა, რის შემდეგაც კლუბის გუნდმა დაშლა დაიწყო და თვითონ მწვრთნელიც შეუთანხმდა ხელმძღვანელობას, რომ დაშორების დრო იყო. მოკლედ, დორტმუნდის ამ ძლიერმა თაობამ ვერ მოახერხა ლიგის მოგება. მერვე ადგილი ეკუთვნის რეტრო სამპდორიას, რომელსაც ლიგის თასი უნდა ეწია 90-იანი წლების დასაწყისში. სავარაუდოდ არ გახსოვთ, ან არ იცით, მაგრამ გუნდი იმ წლებში გავიდა მისთვის არარეალურ დონეზე. აიღო თავისი პირველი ევროთასი და პირველად კლუბის ისტორიაში მოიგო ეროვნული ჩემპიონატი, როდესაც იტალიაში არარეალური კონკურენცია იყო. 5 ქულით გაასწრეს მილანს, რომლის შემადგენლობაში თამაშობდნენ რაიკარდი, ვან ბასტენი და გულიტი. სერიას საუკეთესო ბომბარდირი გახდა ჯანლუკა ვიალი, სამპდორიას მთავარი ვარსკვლავი. მას თავდასხმაში ეხმარებოდა რობერტო მანჩინი, რომელიც კლუბის შეტევების ტვინი იყო. კიდევ სამპდორიას ჰყავდა სუპერ მეკარე ჯანლუკა პალიუკა, რომელიც შემდეგ ინტერში გადავიდა და ნაკრების მეკარე გახდა. 91-12 წლების სეზონში იყო ჩემპიონთა თასის ბოლო სეზონი. ის იყო შემდეგნაირი ფორმატის: 2 ჯგუფი და 4 გუნდი. მისი გამარჯვებულები ერთმანეთში ათამაშებდნენ თასს. მოკლედ, მაშინ სამპდორიამ პირველი ადგილი დაიკავა A ჯგუფში და ფინალში დაუპირისპირდნენ კრუიფის ბარსელონას, რომლის შემადგენლობაში თამაშობდნენ სუბისარეტა, ლაუდროპი, კუმანი, გვარდიოლა და სტოიჩკოვი. ვიალის, რომელიც ცხრიანზე თამაშობდა, რამოდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა. მას ეს მომენტები უნდა გამოეყენებინა, მაგრამ ანგარიში 0-0 112 წუთამდე ნარჩუნდებოდა, როდესაც კუმანმა გაიტანა თავის კარიერაში უმნიშვნელოვანესი ბურთი ჯარიმიდან.
რა თქმა უნდა, იტალიელებს ანგარიშის გათანაბრების შანსი აღარ ჰქონდათ. მარცხიდან ერთ თვეში ვიალი გაიყიდა იუვეში, იმ დროისთვის რეკორდულ თანხად და მთავარი ვარსკვლავის გარეშე დარჩენილ სამპდორიას მეორე შანსი აღარ მიეცა. მეშვიდეზე კი ყველასათვის ცნობილი ნევერკუზენი, რომელიც სერიოზულად ათამაშდა ტოპ პირველის მისვლის შემდეგ. ლუსიო, ზერობერტო, ბალაკი, ბერბატოვი. ესენი სწორედ 2001-2 წლის სეზონში გახდნენ ვარსკვლავები. პირველ ეტაპზე ლევერკუზენმა სახლში მოუგო ბარსელონას, ხოლო მეორე ეტაპზე სიკვდილი ჯგუფში საერთოდ პირველი ადგილის დაიკავეს. პლეი-ოფშიც არანაირი დასვენება. ჟერარ ულიეს ლივერპული და პრემიერ ლიგის მიყოლებით ორგზის ჩემპიონი იუნაიტედი. ფინალში მათ გალაქტიკო ელოდებოდათ. პირველი ტაიმი თანაბარი იყო, ანგარიშით 1-1. და უეცრად ზიდანმა ფარმაცევტებს გასახდელში გაატანა ალბათ მის კარიერაში ყველაზე დიდებული გოლი. რის შემდეგაც გერმანელებს მთელი ტაიმი ჰქონდათ ანგარიშის გასათანაბრებლად. თან 68 წუთზე ტრავმა მიიღო მადრიდელთა მეკარემ სეზარ სანჩესმა, რის გამოც ახალგაზრდა კასილას მოუწია გამოსვლა, თუმცა მას არ შეეშინდა და გერმანელების შანსები უპრობლემოდ მოიგერია. თასი მადრიდელებს დარჩათ. მაგარი გუნდი ყავდა ბაიერს, თუმცა გერმანიაში მსგავს პროექტებს დიდხანს ცხოვრების საშუალებას არ აძლევს აი ეს კლუბი. იმ ბაიერის შემადგენლობიდან ფინალიდან უკვე რამოდენიმე კვირაში მიუნხენში აღმოჩნდნენ ბალაკი და ზერობერტო, ხოლო რამოდენიმე წლის შემდეგ ლუსიო, მეკარე ბუტთან ერთად. თითქმის ყველა წაიყვანეს. აკი პატარა პაუზა. აუცილებლად უნდა შეგახსენოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და დაალაიქოთ ეს ვიდეო, რათა შევძლოთ მუშაობის გაგრძელება და უფრო მეტი საინტერესო და სახალისო კონტენტის შექმნა. და კიდევ ერთი დეტალი, თუ მოგწონთ ჩვენი არხი და გსურთ ჩვენთან თანამშრომლობა, რეკლამისთვის აუცილებლად მოგწერეთ მეილზე, რომელიც არის აღწერაში. მეექვსეზე ჩავსვათ შეიხების პესეჟე, რომელიც ყოველ წელს მიზნად ისახავს ლიგის მოგებას, მაგრამ სტაბილურად ვარდება მეოთხედფინალიდან ან უფრო ადრე. თუმცა შემადგენლობით ეს გუნდი ყოველთვის მინიმუმ ნახევარფინალის პრეტენდენტი იყო. საიდუმლო არ არის, რომ ლიგა 1-ში პესეჟე ყველა გუნდს უმარტივესად უსწორდება. ამიტომ კლუბს უჭირს საჩემპიონო რეჟიმის გააქტიურება. რაც ლიგის პლეი-ოფში აუცილებელია, რადგან აქ არარეალური კონკურენციაა. ასევე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამდენი მარცხის შემდეგ პესეჟეს ლიგის კომპლექსი გაუჩნდა, რაც ნელ-ნელა უარესდება. პირველი სერიოზული განაცხადი თასზე იყო 12-13 წლის სეზონში, ბექემით და ზლატანით. მეოთხედფინალში შეეჯახდნენ ბარსელონას და მხოლოდ სტუმრად გატანილი გოლის გამო დამარცხდნენ. მაშინ პესეჟე თავდაჯერებულ გუნდს გავდა, რომელიც შემდეგ წელს უკეთ იბრძოლებდა. მაგრამ ისევ მეოთხედფინალში და ისევ სტუმრად გატანილი გოლის წყალობით ამჯერად გამარჯვებას ჩელსიზე იმოვდა. ამის შემდეგ ისევ ბარსამ გამოაგდო, შემდეგ კი სიტი. ხოლო რემონტადამ საბოლოოდ დააკარგვინა პესეჟეს თავდაჯერებულობა. მფლობელები არანაირ ძალას არ იშურებენ ლიგის მოსაგებად. იყიდეს ნეიმარი, ბაპე, მესი, რამოსი, ალვეში. მოკლედ ყველა, ვინც კი შეიძლებოდა. მაგრამ პარიზელთა ფსიქოლოგიის სისუსტე არსად არ წასულა. ყველაზე ახლოს კი პესეჟე თასთან პანდემიის სეზონში იყო. თუმცა ამ შემთხვევაშიც მარცხი და თასი მიუნხენელებმა წაიღეს. ნახოთ წელს რას იძამენ პარიზელები ხვიჩასთან ერთად შემადგენლობაში. აუცილებლად დაგვიწერეთ თქვენი აზრი, რას ფიქრობთ. მეხუთე ადგილზე კი ვალენსია, რომელიც ევროპულ მწვერვალს საუკუნეების გზაგასაყარზე უტევდა. კლუბის სახელებით აშკარად სუსტი იყო. ამიტომ თავისას ფიზიკის, ტაქტიკური დისციპლინის და სინქრონული მოქმედებების ხარჯზე აღწევდა. თამაშობდნენ დაცვიდან, შეტევაში კი მომენტალურად გადადიოდნენ. წინ ქმნიდა გაისკა მინდიეტა. მხოლოდ მას ჰქონდა იმპროვიზაციის უფლება, ხოლო დანარჩენები თამაშობდნენ კაცრად, რაც შედეგს იძლეოდა. პირველივე სეზონში კუპერთან ერთად 2000 წლის გაზაფხულზე ესპანელებმა ჯერ ლიგის მეოთხედფინალში ვარსკვლავური ლაციო გამოვაგდეს, შემდეგ სახლში გაგლიჯეს ბარსელონა, ანგარიშით 4-1. ფინალი კი კიდევ ერთ ესპანურ კლუბთან, რეალთან ჰქონდათ, სადაც სამწუხაროდ ღამურებმა სათამაშო სქემის რეალიზება ვერ მოახერხეს. რეალიზან გასახდელში მიიღეს ბურთი და უშანსოდ მისცეს თამაში მეორე ტაიმში, მაგრამ არ დანებდნენ. შემდეგ წელს ვალენსია ისევ მივიდა ფინალამდე. გზად გამოაგდეს ვენგერის არსენალი და ლიცი და ნამდვილი ჯახი იყო ფინალში ბაიერნთან. იმ დროისთვის ევროპის ორი საუკეთესო მეკარის, კანის და კანისარესის დუელი შედგა. ღამურებმა შეცნობები გაითვალისწინეს და უკვე ამ შეხვედრაში თანაბარი თამაში წავიდა. 3 პენალი ძირითად დროში და შემდეგ უგრძელესი პენალტების სერია. უბრალოდ წარმოიდგინეთ, ჯამში 17-11 მეტრიანი. და ამ სერიაში კანი სულ ოდნავ წარმატებული აღმოჩნდა. უნდა აღვნიშნოთ, რომ მიყოლებით მეორე მარცხის შემდეგ ვალენსია არ დამთავრდა. კუპერი წავიდა, მაგრამ განახლებული შემადგენლობით ღამურებმა ორჯერ მოიგეს ესპანეთის ჩემპიონატი და ეს გალაქტიკოს ეპოქაში. თუმცა ლიგაზე მეოთხედფინალს მეჯერ ვეღარ გაცდნენ. სწორედ ამიტომ ამ გმირი გუნდის ფეხბურთელები იმაზე ნაკლებად გვახსენდება, ვიდრე ისინი იმსახურებენ.
მეოთხე ადგილს კი ვაძლევთ იუვენტუსის კიდევ ერთ თაობას. კალჩოპოლის შემდეგ ტურინელებმა ისევ დაიწყეს ტოპ კლუბად გადაქცევა. კონტესთან ერთად მოიგეს 3 სკუდეტო და ალეგრისთან ერთად გავიდნენ ლიგის ფინალში, პირველად 12 წლის განმავლობაში. ეს შესანიშნავი გუნდი იყო, ახალგაზრდობის და გამოცდილების ნაზავი. შუაში ბრძენი პირლო, 22 წლის ნიჭიერ პოგბასთან ერთად. შეტევაში კი 23 წლის მორატა ტევესთან ერთად, რომელმაც 30 წლიან ნიშნულს გადააბიჯა. გზად იუვემ გაიარა დორტმუნდი და ტურნირიდან გამოაგდო მოქმედი გამარჯვებული რეალი. 2 წლის შემდეგ იუვე ისევ ფინალამდე მივიდა. იგივე მწვრთნელით, იგივე დასვის ხაზით და მუდმივი ბუფონით. ცვლილება განიცადა მხოლოდ შეტევის ხაზმა და ნახევარდაცვამ. კვლავ დაბალანსებული და ზომიერად ვარსკვლავური გუნდი. იბალათი, იგუაინით და პიანიჩით. გზად გადაუარეს ბარსელონას და მონაკოს ახალგაზრდა მბაპეთი. მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში რეალს შეხვდნენ. პირველ ტაიმში გაუძლეს, მაგრამ მეორე ტაიმში ჩამოიშალნენ. ალეგრიმ შესანიშნავი სიტყვებით თქვა ამ ფინალის ანალიზის დროს. არ შეიძლება იყო უბრალოდ კარგი გუნდი. საჭიროა იყო განსაკუთრებული. იუვეს აქვს მხოლოდ 2 მოგება 9 ფინალში მთელი ისტორიის განმავლობაში. ბებერი ქალბატონი არის ამ ტურნირის მთავარი ლუზერი და ეს ყველაფერი რონალდუს ტრანსფერმაც ვერ გამოასწორა. მესამე ადგილზე არის კიევის დინამო, რომელმაც ნახევარფინალამდე მიაღწია. კი, ასეთი რამე მოუხდარა და არც თუ ისე დიდი ხნისი. ლეგენდარული ლობანოვსკის დაბრუნების შემდეგ 90-იანი წლების შუაში. კლუბი ევროპაში ანგარიშგასაწევი ძალა გახდა. მათ გადათელეს ჯგუფურ ეტაპზე სტუმრად და სახლში ვანგაალის ბარსელონა. ხოლო შემდეგ წელს კიეველებმა პლეი-ოფში გამოვაგდეს რეალი და ლამის გაუსწორდნენ მიუნხენის ბაიერნს. სახლში იგებდნენ ჯერ 2-0, შემდეგ 3-1, მაგრამ ამ დონეზე კონცენტრაციის დაკარგვა არც ერთი წამით არ შეიძლება. მიუნხენელებმა დასაჯეს. თუმცა კიეველებმა ტურნირის ყველა ფავორიტთან თანაბრად ითამაშეს და финалამდე ერთი ნაბიჯი დააგდათ. თვითონ ლობანოვსკიმ პრესკონფერენციაზე აჩვენა, რომ მიუნხენელებს ყველა კომპონენტში აჯობეს. Динамо Киев. 829 действий, 24% брака. Большой. Мы не играем на таком проценте брака. У нас 20-22. Бавария. 670 действий. Намного ниже активность. Брак 30%. Вышли мы на уровень конкурентоспособности. Вышли, естественно. Добились, не добились результата. Это совершенно другое. Но мы должны в этом направлении работать. სამწუხაროდ ფეხბურთში ყოველთვის უკეთესი ვერ იმარჯვებს. ამ თამაშის შემდეგ მილანმა შევაიყიდა. ერთი წლის შემდეგ კი ტოტენჰემში წავიდა რებროვი. 2001 წელს ლობანოვსკის დაიწყო ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. დინამო თასთან ასიახლოს არ ყოფილა. კიეველები 3-ჯერ მივიდნენ თასის ნახევარფინალამდე. მეორე ადგილზეა მადრიდის ატლეტიკო. ინდიელები განსაკუთრებით გრიზმანის ყიდვამდე არ გავდნენ სუპერკლუბს. მაგრამ სიმეონეს გენიის წყალობით სერიოზული პრეტენზიები ჰქონდა დიდებაზე. პირველი განაცხადი ლიგაზე 2014 წელს მოხდა. პლეი-ოფში არც კი შეიმჩნიეს მილანი, დაჯაბნეს ბარსელონა და მოურინიოს ჩელსი. მაგრამ ფინალში ვერ გაუძლეს სულ რამოდენიმე წამი, როდესაც რამოსი გაუშვეს კუთხურის დროს. დამატებით დროში ატლეტიკოს ძალები აღარ ჰქონდა. შემდეგ წელს რეალთან შეხვედრა უკვე მეოთხედ ფინალში მოხდა. და ისევ დრამატული მარცხი. ყველაფერი საპასუხო მატჩში ჩიჩარიტოს გოლმა გადაწყვიტა 92 წუთზე. ატლეტიკო ისევ ძლიერ გუნდად რჩებოდა და მისი ლიდერები კვლავ იდეალურ ასაკში და კონდიციებში იყვნენ. ამიტომ ერთი წლის შემდეგ მადრიდელები ტრიუმფალურად მივიდნენ ფინალამდე. გამოაგდეს ბარსა და გვარდიოლას ბაიერნი. მაგრამ იმ წლებში შეუძლებელი იყო თასის აღება, რადგან მეფობდა სამეფო კლუბი. სიმეონის ბანდა მის მთავარ მტერს არაფერს არ უთმობდა. ვერც პირველ წუთებზე გატანილმა გოლმა და ვერც აცილებულმა პენალტმა ვერ გატეხა ინდიელები. კარასკომ გაათანაბრა 79 წუთზე. გამარჯვებულის გამოვლენამ მხოლოდ პენალტების სერიამ შეძლო, რომელშიც ხუანფრანმა შტანგას გაარტყა. ატლეტიკომ მაქსიმუმი დადო, მაგრამ არც ეს აღმოჩნდა საკმარისი იმ დიდებული რეალის წინააღმდეგ. დაუჯერებლად ძლიერი ატლეტიკოს თაობა ვერანაირად ვერ გახდა ევროპის ჩემპიონი. და პირველ ადგილზე 21 საუკუნის დასაწყისის უძლიერესი გუნდი არსენალია. ვენგერის ოცნების გუნდი, პირესი, იუნბერგი, ბერკამპი, ანრი. ის არსენალი ყოველს თავს აყვარებდა. ამყარებდა პრემიერ ლიგის რეკორდებს, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ვერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება. საქმე იმაში არ არის, რომ არსენალი რაიმე ასპექტში სუსტი იყო, მაგალითად მეკარე, რაც დიდ სხვაობას იძლევა. ისინი ყველა ასპექტში ძლიერები იყვნენ, მაგრამ მათ უბრალოდ არ უმართლებდათ. 2001 წელს პლეი-ოფში მხოლოდ სტუმრად გატანილი გოლის წყალობით გაუშვეს ვალენსია. 3-4 წლის სეზონში მეოთხედფინალში რანიერის ჩელსისთან არსენალი ყველა ასპექტში უფრო საინტერესო გუნდი იყო. მაგრამ მანრი ჯადოქრობა სადღაც გაქრა და შემდეგ ეტაპზე ლურჯები გავიდნენ. შემდეგ გათამაშებაში მეტოფეებს კენჭისყრამ ბავარია შეტენა.
რომელთანაც მათ ისტორიულად უჭირთ თამაში. ხოლო შემდეგ არსენალი როგორც იქნა მივიდა ფინალამდე. გაიარეს რეალი, რითაც გალაქტიკოს ეპოქა დაასრულეს. გამოაგდეს კაპელოს იუვენტუსი და რიკელმეს ვილიარეალი. გადამწყვეტ მატჩში მათ შეხვდათ ბარსა რონალდინიოთი. თამაში თანაბარი იყო. მიუხედავად ლემანის ნაადრევი გაძევებისა, მეტოქეები 76 წუთამდე იგებდნენ, მაგრამ არ გამოვიდა 1-2. ვენგერს სწორედ მაშინ მიეკრო ლუზერის იარლიყი. იგი დღემდე მიჩივის იმ ფინალის მსაჯობას. როგორც არ უნდა იყოს, მაშინ გაჩნდა შეგრძნება, რომ ამ მწვრთნელის ბედი არ იყო ევროპული მწვრთნელის დაპყრობა. ფეხბურთელთა უმეტესობამ იმ თაობიდან მალევე დაასრულეს კარიერა, ან სხვადასხვა გუნდებში გადავიდნენ. შედეგად თავად არსენი და მისი დაუმარცხებელი არსენალი გახდა პრემიერ ლიგის ნამდვილი ლეგენდა, მაგრამ არა ჩემპიონთა ლიგის. დღეისათვის სულ ეს იყო. კომენტარებში დაგვიწერეთ, რას ფიქრობთ ამ ვიდეოს შესახებ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ საუბარი გქონდა თაობებზე და არა კონკრეტულ წელზე. მაგალითად, გვარდიოლამ ბაიერნთან ერთად ლიგა ვერ მოიგო, მაგრამ მის მისვლამდე თითქმის იგივე შემადგენლობამ ლიგა აიღო. მოკლედ, თუ ვიდეო მოგეწონათ, აუცილებლად დალაიქეთ და რაც თავარია, არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. 2000 გამომწერს მალე უნდა გავცდეთ.